დიფუზური იდიოპათიური მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზი არის იოგების ძლოვანი გამკვრივება იმ ადგილებში, სადაც ისინი ხერხემალს უერთდება. ასევე ცნობილია როგორც ფორესტიეს დაავადება. ამ მდგომარეობამ შეიძლება არ გამოიწვიოს სიმპტომები, ან არ მოითხოვოს მკურნალობა. თუ ის იწვევს სიმპტომებს, ყველაზე გავრცელებულია მსუბუქიდან ზომიერამდე ტკივილი და შებოჭილობა წელის ზედა ნაწილში. დიფუზურმა იდიოპათიურმა მაანკილოზებელმა ჰიპეროსტოზმა შეიძლება ასევე განვითარდეს კისრის და წელის არეში და ზოგიერთ ადამიანს ეს დაავადება სხვა უბნებშიც აღენიშნება, როგორიცაა მხრები, იდაყვები, მუხლები და ქუსლები. დიფუზური იდიოპათიური მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზი შეიძლება იყოს პროგრესირებადი. მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად მას შეუძლია სერიოზული გართულებების გამოწვევა. პაციენტებს შეიძლება არ ქონდეთ ნიშნები ან სიმპტომები დიფუზური იდიოპათიური მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზის დროს. მათ, ვისაც აქვს ამ დაავადების ნიშნები და სიმპტომები, ყველაზე ხშირად უზიანდებათ წელის ზედა ნაწილი. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შებოჭილობას, ტკივილს, მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვას, ყლაპვის გაზნელებას ან ხმის ჩახლეჩას. შებოჭილობა შეიძლება ყველაზე შესამჩნევი იყოს დილით. ტკივილი შეიძლება იგრძნოთ ტკივილის ზურგში ან სხვა დაზიანებულ უბნებში, როგორიცაა მხარი, იდაყვი, მუხლი ან ქუსლი. მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა. ეს ყველაზე მეტად შეინიშნება გვერდიდან გვერდზე გაჭიმვისას. ყლაპვის გაძნელება ან ხმის ჩახლეჩა. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს კისრის არეში დიფუზური იდიოპათიური მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზის მქონე პაციენტებში. დიფუზური იდიოპათიური მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზი გამოწვეულია იოგებსა და მყესებში კალციუმის მარილების დაგროვებით და ძვლის გამკვრივებითა და ჭარბის ზრდით, მაგრამ თუ რა იწვევს ამას, ჯერჯერობით უცნობია. ექიმებს აქვთ გარკვეულობი წარმოდგენა თუ რამ შეიძლება გაზარდოს ამ მდგომარეობის რისკი. რისკ ფაქტორები მოიცავს სქესს, ხანდაზმულ ასაკს, დიაბეტს და სხვა მდგომარეობებს და გარკვეულ მედიკამენტებს. სქესი მამაკაცებს უფრო ხშირად უვითარდებათ დიფუზური იდიოპათიური მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზი, ვიდრე მათ, ვისაც დიაბეტი არ აქვს. ხანდაზმული ასაკი. დიფუზური იდიოპათიური მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზი ყველაზე გავრცელებულია ხანდაზმულებში, განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში. დიაბეტი და სხვა მდგომარეობები. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს შეიძლება უფრო მეტად განუვითარდეთ დიფუზური იდიოპათიური მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზი, ვიდრე მათ, ვისაც დიაბეტი არ აქვს. სხვა მდგომარეობებმა, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ორგანიზმში არსებული ინსულინის დონე, ასევე შეიძლება გაზარდონ რისკი, მათ შორის ჰიპერინსულინემია, პრედიაბეტი და სიმსუქნე. გარკვეული მედიკამენტები. რეტინოიდებად წოდებული მედიკამენტების, მაგალითად, იზოტრეტინოინის ხანგრძლივმა გამოყენებამ, რომელიც გამოიყენება კანის ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა აკნე, შეიძლება გაზარდოს ჰიპეროსტოზის რისკი. დიფუზური იდიოპათიური მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზის მქონე ადამიანები გარკვეული გართულებების რისკის ქვეშ არიან, როგორიცაა ფუნქციის შეზღუდვა, ყლაპის გაძნელება და ხერხემლის მოტეხილობა. შესაძლებლობების შეზღუდვა. დაზიანებულ სახსარში მოძრაობის დიაპაზონის დაკარგვამ შეიძლება გაართულოს ამ სახსრის გამოყენება. მაგალითად, მხრის დიფუზურმა, იდიოპათიურმა მაანკილოზებელმა ჰიპეროსტოზმა შეიძლება გაართულოს კლავის გამოყენება, ყლაპვის გაძნელება. კისრის არეში ძლოვანმა წანაზარდებმა შეიძლება ზეწოლა მოახდინოს საყლაპავ მილზე. ძლოვანი წანაზარდების ზეწოლამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ხმის ჩახლეჩა ან ძილის აპნოე, ძილის დარღვევა, რომლის დროსაც ძილის განმავლობაში სუნთქვა განმეორებით ჩერდება. იშვიათად, ეს გართულება შეიძლება სერიოზული გახდეს და მოითხოვოს ქირურგიული ჩარევა, ძლოვანი წანაზარდების მოსაშორებლად. ხერხემლის მოტეხილობა. დიფუზურმა იდიოპათიურმა მაანკილოზებელმა ჰიპეროსტოზმა შეიძლება გაზარდოს პაციენტის ხერხემლის ძვლების მოტეხილობის რისკი, განსაკუთრებით საშუალო და მძიმე ხარისხის დაავადების მიმდებარეობის შემთხვევაში. მცირე ტრავმებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს მოტეხილობა. მოტეხილობების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. იმის დასადგენად, განვითარდა თუ არა დიფუზური იდიოპათიური მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზი, ექიმმა შეიძლება დაიწყოს პაციენტის ხერხემლისა და სახსრების ფიზიკური გამოკვლევა. გასინჯვისას ის მსუბუქად ეხება ხერხემალსა და სახსრებს ანომალიების შესაგრძნობად და ამოწმებს მოძრაობის დიაპაზონს. ექიმი ასევე ნიშნავს ასახვის კვლევებს, როგორიცაა რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
რათა მოიძიოს ხერხემალში შესაძლო ანატომიური ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ დიფუზური იდიოპათიური მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზისგან განკურნება არ არსებობს, შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები ტკივილისა და შებოჭილობის შესამცირებლად. მკურნალობა ასევე მიზნად ისახავს მდგომარეობის გაუარესების შეჩერებას და გართულებების თავიდანაცილებას. დიფუზურ იდიოპათიურ მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზსა და ისეთ მდგომარეობებს შორის კავშირის გამო, როგორიცაა სიმსუქნე, ინსულინის რეზისტენტობა და მეორე ტიპის დიაბეტი, ამ მდგომარეობების მკურნალობამ შეიძლება შეამელოს ან შეაჩეროს ამ დაავადების პროგრესირება. მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა აცეტამინოფენი ან იბუპროფენი. უფრო ძლიერი ტკივილის დროს კი ინიშნება კორტიკოსტეროიდების ინექციები. ფიზიოთერაპიას შეუძლია შეამციროს დიფუზურ იდიოპათიურ მაანკილოზებელ ჰიპეროსტოზთან დაკავშირებული შებოჭილობა. ვარჯიშებმა ასევე შეიძლება გაზარდოს პაციენტის სახსრების მოძრაობის დიაპაზონი. კითხეთ თქვენს ექიმს კონკრეტული ვარჯიშების შესახებ, რომელთა შესრულებაც შეგიძლიათ. მან შეიძლება გადაგამისამართოთ ფიზიოთერაპევტთან დამატებითი მითითებებისთვის. ქირურგიული მკურნალობა შეიძლება საჭირო გახდეს იშვიათ შემთხვევებში, როდესაც დიფუზური იდიოპათიური მაანკილოზებელი ჰიპეროსტოზი იწვევს მძიმე გართულებებს. ადამიანებს, რომლებსაც ყლაპა უჭირთ კისრის არეში დიდი ძვლოვანი წანაზარდების გამო, შეიძლება დასჭირდეთ ოპერაცია წანაზარდების მოსაშორებლად. ოპერაციამ ასევე შეიძლება შეამსუბუქოს ამ დაავადებით გამოწვეული ზეწოლა ზურგის ტვინზე. ტკივილისა და შებოჭილობის სამართავად და დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად სწადეთ შემდეგი ზომები. ივარჯიშეთ რეგულარულად. რეგულარული აერობული ვარჯიში, როგორიცაა სიარული ან ცურვა, შეუძლია გაზარდოს თქვენი გამძლეობა, შეინარჩუნოს თქვენი სხეულის მოქნილობა და დაგეხმაროთ დიფუზურ იდიოპათიურ მაანკილოზებელ ჰიპეროსტოზთან გამკლავებაში. სავარჯიშო პროგრამის დაწყებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. მიაღწიეთ და შეინარჩუნეთ სასურველი წონა. რადგან სიმსუქნე დაკავშირებულია დიფუზურ იდიოპათიურ მაანკილოზებელ ჰიპეროსტოზთან, წონის დაკლება შეიძლება დაეხმაროს დაავადების პროგრესირების შეჩერებას და გართულებების რისკის შემცირებას. სითბოს გამოყენება. გამოიყენეთ გამათბობელი საშუალება სხეულის დაზიანებულ უბნებზე ტკივილის შესამცირებლად. დაარეგულირეთ სითბო დაბალ ტემპერატურაზე დამწვრობის რისკის შესამცირებლად.